ბობ სორჯი, ტკივილი, გაურკვევლობა და განდიდება. იობის წიგნის წინასწარმეტყველური ახსნა. თავი მეორე. უბიწო ადამიანი. წავიკითხოთ იობის წიგნის პირველი თავის პირველი მუხლი. ყუცის ქვეყანაში იყო კაცი სახელად იობი. იყო ის კაცი ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული. პირველი გასაღები ამ წიგნის გასაგებად. იობის წიგნი ვერასოდეს ვერ გაგეხსნებათ თქვენ, სანამ თქვენ არ მიიღებთ ამ ფუნდამენტალურ მიმართვას ყოველგვარი კითხვის გარეშე. იობი იყო ღვთისმოშიში, უბიწო, რომელსაც არ ჩაუდენია ისეთი არაფერი, რომ თავს დასტყდომოდა ესეთი უბედურებები, რამაც იგი გაანადგურა. სანამ თქვენ ეძებთ იმას, თუ რა მოიმოქმედა იობმა ასეთი არასწორი, რომ ასე ეტანჯა, თქვენ ვერასოდეს ვერ გახსნით ამ წიგნის საიდუმლოებას. ღმერთის თანამიმდევრული მოწმობა პირველ და ბოლო თავებში მიუთითებს იმაზე, რომ იობი იყო მართალი კაცი, რომელმაც შეინარჩუნა თავისი ღვთისმოშიშობა მის ცხოვრებაში მომხდარი უდიდესი გამოცდების დროსაც კი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც მკვლევარების უმრავლესობა ჩადის, ეს არის იობის ცხოვრებაში ასეთი გამოცარიელება. მაგალითად, მე მომისმენია, თუ როგორ ამბობენ ადამიანები, რომ მას თავს დაატყდა უბედურება შიშის გამო. ისინი ეფუძნებიან იობის ნათქვამს მესამე თავის 24 მუხლში, რადგან მეწია შიში, რომელიც მათ რწუნებდა და რაც მაშინებდა ის მომივიდა. არის სიმართლის ნაპერწკალი იმაში, რომ ჩვენ ვაიგივებთ საკუთარ თავს იმასთან, რისიც გვეშინია, მაგრამ ეს ის არ არის, რაც იობს ემართება. მას ეშინოდა იმ ბედისა, რაც მის შვილებს შეიძლებოდა შემთხვეოდათ. მან იცოდა, რომ მსხვერპლ შეწირვებების გამო ღმერთი შეინდობდა და აპატიებდა მის შვილებს, მაგრამ მას ეშინოდა, რომ მათ შეეძლოთ მაინც ეწვნიათ თავიანთი კომპრომისისა და უზრუნველი ცხოვრების ნაყოფები. მათი სიკვდილი თითქოს დაამტკიცებს მისი ცრემლების სინამდვილის დასაბუთებულობას. მას არასაკუთარი თავისთვის ეშინოდა, არამედ ღვთისმოსავური შიში ჰქონდა თავისი შვილების კეთილდღეობის გამო. ამას ნებისმიერი პატიოსანი მშობელი განიცდის. ეს იყო ჯანმრთელი შიში, არა ის, რომელმა შიშმაც გვერდზე გაიყვანა და ჩააგდო იობი ამ გამოცდების წინაშე. იობის უბედურება არ იყო მისი შიშის, ურწმუნოების ან მისი ცხოვრების სიამაყის შედეგები. უბედურებები იყო მისი ღვთისმოშიშობის შედეგი. ეს წიგნი მეტად ნათლად და დოკუმენტურად გამოხატავს იობის უბიწოებას, თავად ღმერთი მოწმობს იობის პატიოსნებაზე. წავიკითხოთ მეორე თავის მესამე მუხლი და უთხრა უფალმა სატანას, თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი, რადგან არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე, ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. იგი კვლავ სიალალით ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი მის წინააღმდეგ, რომ უმიზეზოდ დამეღუპა იგი. ამ ბოლო მუხლში ღმერთი თავად აცხადებს, რომ იობის უბედურებებისთვის არ არსებობდა არანაირი მიზეზი. სულიწმიდა შემდგომში, წმიდა წერილში, კიდევ ორ ადგილზე მოწმობს იობის ღვთისმოსავ მდგომარეობაზე. იეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნში იობი დაყენებულია იგივე სულიერი კატეგორიის სიაში, სადაც არიან ნოე და დანიელი. წავიკითხოთ მე-14 თავის მე-14 მუხლი და რომ იყოს იქ ეს სამი კაცი, ნოე, დანიელი და იობი, ისინი თავიანთი სიმართლით მხოლოდ თავიანთ სულებს იხსნიან, სიტყვა უფალი ღმერთისა. იაკობიც მე-5 თავის მე-11 მუხლში მოწმობს იობზე, როგორც მოთმინების ყველაზე ღვთისმოსავურ მაგალითზე, ასე რომ სულიწმიდა იყენებს ორ სხვა მოწმეს, იეზეკიელსა და იაკობს. რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა, როგორც მინიშნებულია მათეს სახარების მე-18 თავის მე-16 მუხლში. რათა დამოწმებულ ყოფილიყო იობის ღვთისმოსაობა. იობი იტანჯებოდა არა იმიტომ, რომ მან გააკეთა რაღაცა არასწორი, არამართებული, არამედ იმიტომ, რომ პირიქით მართებულად და სწორედ იქცეოდა. თუ არა მისი მართებულობა ღმერთი არასოდეს დაიკვეხნიდა მისით სატანის თანდასწრებით. ზუსტად იობის არაჩვეულებრივმა სიწმიდემ გამოიწვია მასზე ეს მძიმე გამოცდები. ეს წიგნი გვევლინება მაგალითად იმისა, რომ დაგვანახოს ჩვენ თუ როგორ იყენებს ღმერთი მტკივნეულ გარემოებებს თავიანთი რჩეულების ცხოვრებაში, რომლებიც იმსახურებენ სულიერ წინსვლას, წინ მორჩილებისა და უმწიკლობისათვის. იმისათვის, რომ ისინი აყვანილ იქნან სულიერი რეალობის უფრო მაღალ საფეხურზე. იობი ერთ-ერთი დიდებული ადამიანია ისტორიაში, რომელზეც მოწმობს წერილი ებრაელთა მიმართ. მე-12 თავის 23 მუხლში ვკითხულობთ.
და ყველას განმკითხველ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს. იობი იყო ადამიანი, რომლის რწმენა და სიყვარული იყო სრულყოფილი შეჭირვებების მეშვეობით. როცა საუბარია იობის სიწმინდეზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იობი იყო უცოდველი. იოანეს პირველი თავის მერვე მუხლში იხილეთ. არც ერთი ჩვენგანი არ არის უცოდველი. იყო წმინდა ნიშნავს გაატარო შენი ცხოვრება სხვა ადამიანებს შორის ისე, რომ მათ ვერ დაგვადანაშაულონ რაიმე ცოდვაში. იმათაც კი, ვინც უმწიკულოა ხალხის თვალში, გააჩნიათ შინაგანი ნაკლოვანებანი, რომელსაც ხედავს ღმერთი. ეს დაფარული გულის ცოდვები იწოდება ბოროტებად და იობს შეგნებული აქვს, რომ მასაც აქვს ეს. ამიტომ როცა იგი თავის სიწმინდეს იცავს, იგი არ ლაპარაკობს უცოდველობაზე. იგი უბრალოდ საუბრობს, რომ ცოდვა აღარაა მეტი მის ცხოვრებაში, რომელიც რომ უნდა ყოფილიყო მისი უბედურების მიზეზი. ხანდახან ჩვენ განვიცდით ტკივილს ჩვენი ცოდვებისა გამო, ჩვენს ცხოვრებაში არსებული შეცდომების, სისუსტეების და ნაკლოვანებების შედეგად, მაგრამ იობი გახლავთ დამაჯერებელი მაგალითი იმისა, რომ ღვთის ხალხი შეიძლება მაგრად დაიტანჯოს მიუხედავად იმისა, რომ არაფერი ცუდი არ გაუკეთებიათ. 33 ფსალმუნის მე-20 მუხლში ვკითხულობთ, მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისაგან იხსნის უფალი. ეს მიღებულ უნდა იქნას ყოველგვარი კამათის და დისკუსიის გარეშე. იობს არ ჩაუდენია არაფერი ცუდი, რომ ეწვნია თავის თავზე უბედურება. რაც უფრო მეტად ვსწავლობთ ამ წიგნს, მით უფრო მატულობს იობის შეფასება. მთელი კაცობრიობის ისტორიაში იგი იყო ერთ-ერთი ყველაზე ღვთისმოსავი ადამიანი. იობი ღმერთისთვის სასურველი ადამიანია. უნდა შევეწინააღმდეგო ყველა იმ განხილვას, რომელიც ცდილობს იობზე მაღლა დააყენოს რომელიმე სხვა ადამიანი სულიერების მიხედვით. ზოგიერთი თვლის, რომ ელიუი ღმერთისგან იყო გამოგზავნილი, რათა გაკიცხოს იობი და მოამზადოს იგი ღმერთის გამოცდებისათვის. მე არ ვეთანხმები ამ აზრს. ეს წიგნი არაჩვეულებრივად ღვთისმოსავ ადამიანზეა, რომელიც ძაღლებით არის გარშემორტყმული. 21 ფსალმუნის მე-13 მუხლში ვკითხულობთ. ძლიერი მოზურები, ბაშანის ხარები დაგეშილებია მასზე და წამლავენ მას. შემდგომ ამისა წმინდა წერილში არასოდეს არ მოიხსენიება ელიფაზი, ელიუი ან რომელიმე მათგანი, მაგრამ რა პატივი ერგო იობს წმინდა წერილში. იაკობი მოწმობს მასზე მე-5 თავის მე-11 მუხლი. აჰა, ჩვენ შევნატრით იმ მომთმენთ. იობის მოთმინება გაგიგონიათ და უფლისმიერი ბოლო გინახავთ, რადგან მრავალმოწყალე და წყალობელია უფალი. კონტექსტში იაკობი იობს უწოდებს წინასწარმეტყველს. იობი ეს ის ადამიანია, რომელსაც ვერც ერთი სხვა ადამიანი ვერ შეედრება ღვთის მოშიშობაში. ამ წიგნში ღვთის გზავნილობა მაშინ იხსნება ჩვენთვის, როცა ჩვენ ვიგებთ, რომ ყველაზე საშინელი უბედურება წილად ერგო ყველაზე მართალ ადამიანს დედამიწის ზურგზე. ამ და კიდევ სხვა მნიშვნელობებში იობი ნათელი წინასწარმეტყველური წინასახია იესო ქრისტესი. საჭიროება გამოსწორებაში. ღმერთის აზრი იობის შესახებ წიგნის ბოლოში მოჩვენებითად წინააღმდეგობრივია. მაგალითად 38 თავის მეორე მუხლში ვკითხულობთ. ვინ არის ეს უგუნური სიტყვებით განგებას რომ აბნელებს, იმ საგნებზე რომ ლაპარაკობს, რაც არ ესმის? 42 თავის მე-7 მუხლში ვკითხულობთ. და მას შემდეგ, რაც წარმოთქვა უფალმა ეს სიტყვები იობის მიმართ, უთხრა მან ელიფას თემანელს. აღეგზნო ჩემი რისხვა შენს მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემს მსახურ იობივით წრფელად არ ელაპარაკეთ ჩემზე. და მერე ამით რა უფალო? იობმა გააფრკრთალა წინასწარმეტყველება? განჭრიტა უაზრო სიტყვები, თუ შენზე ლაპარაკობდა არასწორს. პასუხი მდგომარეობს იმაში, ვის მიმართავს ღმერთი. ღმერთი ლაპარაკობს იობზე სხვებთან. ღმერთი იცავს მას, როგორც მის ერთგულ მსახურს, რომელიც ახლოს მივიდა ღვთისმოსაობის უმაღლესი საიდუმლოების გაგებასთან. დიახ, იობი საჭიროებდა გამოსწორებას. ჩვენ ყველას გვესაჭიროება ეს. არც ერთი ჩვენგანი არ გახდება საკმარისად მომწიფებული, რომ არ საჭიროებდეს გამოსწორებას. მაგრამ ღმერთმა იობის უბედურება დაუშვა არა იმიტომ, რომ მისთვის შენიშვნის მიცემა უნდოდა, მან დაუშვა ისინი იმიტომ, რომ იობი მოემზადებინა განსაკუთრებულად შესანიშნავი მაღალი სულიერი ლიდერობისათვის. იობის წიგნი უშუალოდ მიმართულია იმ წმინდანების მიმართ, რომლებმაც შეინარჩუნეს ღმერთის წინაშე თავიანთი გულის სისუფთავეში და მიუხედავად ამისა მაინც მოუწიათ შეხვედრა აუხსნელ რბევასთან და კრიზისებთან. მოდით ერთად გავუყვეთ ამ პატარა წიგნს. მე იმდენად მოკლედ მოგითხრობთ მასზე, რამდენადაც შესაძლებელი იქნება და განახებთ, თუ რას ემსახურება იობის, როგორც მორწმუნის მაგალითი. როგორ შევყავართ ღმერთს ახალ სულიერი ზრდისათვის საჭირო სფეროებში.
მაგრამ მანამდე დავწმუნდეთ იმაში, რომ ამ წიგნს სწორი პოზიციით ვუდგებით.